ეხლა შენი ჯერია თავისუფალი ჩავა. თავისუფალი თემა. ერთი კაი ისტორია გამახსენდა. ერთი მაგარი კაი ქართველია რა. გოჩა გვარს არ ვიტყვი. იმერელია წარმოშობით. გოჩა ვიცი მე. მაგარი კაცი, კაი ქართველი. მეც ვიცი გოჩა. ორის კაცი, მარილის კაცი და ხიჩინის არ იყოს, რო გამოაღებო, ალიევს არ ექნება, ისეთი მაცივარიო, ისეთი კაცი. მოკლედ, მოვდივარო რა, რომელი პერიოდი ეცი 90-იანები არეულობა გარეთ რო ვერ გამოდიხარ და ბენზინი არ იშოვება, ბენზინის გულისთვის ხალხი ერთმანეთს ესროდა ის პერიოდი. ჩვენ ახლა ცოტა ბავშვები ვიყავით მაშინ 16 ჩვენ. მოვდივარო და მეუღლე მყავსო ფეხმძიმედ. კი არის ეს დაახლოებით მერვე თვეშიო და ინასე ზისო. გადავგარი რულიო კალონკისკენო და რო დამინახესო ეს ფეხმძიმე ხალი მანქანაშიო. ყველაო დამითმოო და ძმაო მოდიო და ისე მე წამომარტყა თავში რომ სამშობიაროში მივდივარო და თუ შეგიძლიათ კილომეტრიანი რიგია 2 დღე უნდა როდის მომიწევს კაცო ბენზინიო ყველაო მოვწიეო და დამითმესო და პატიოსნათო კაროჩეო ჩაისხითო ურიგოთო და გავავსე ბაკიო და ვიჯავრეო რომ ერთი კალის რა მქონოდა ნეტაო ბაგაჟნიკშიო და ასე კმაყოფილი ურიგოთო მოვდივარ სახშიოთ მაგაცები მელოდებიანო პურმაელია გასაშლელიო ერთი 10 კაციანი სუფრა დამხვთაო და როგორც კი დავლიეთო ახლა გადაუშალე გულიო სუღელასო და მეუთხარიო ბიჭო ურიგოთო შევისხიო ბენზინიო და ყველას უკვისო ახო ურიგოთო ვინ გაგატარებდაო თოფები დგას ხალხი ბენზინზე ასეო ბიჭო ჩემი მეუღლეო ვეციმეთ რო არისო ყველამ დამითმოო და შენი ჯირიმე შენგენაცვალეშიო გავავსე 24-ის ბაკიო და რო დათვრე რომ საღამოს ერთმაც მაგაცმა მითხრა ისეთ ადგილზე ვარ წასასვლელიო ძმაო ბენზინი ისე მჭირდებაო შეგენაცვალე არ მითხრა უარიო და ჩვენი და არისო კაცო ერთი ოჯახი ვართო და გამადანე შენი მეუღლეო და შევისხავ ამ ბენზინს და მე ვიყვანაგერ სახშიო ნამცხვარი და შოკოლადები ჩემზე იყოსო მაღარიჩიო იაჰო ეთყოდი უარს ახლა ბავშვების მეგობარიაო და შეგენაცვალე რაზეა ლაპარაკიო მე ვეღარ გამოვჩდები მეორედ ვერ მივალ იმ კალონკაზეო და შეისო ეს ჩემი ცოლიო და წაიყვანავ და ორი ბალონი კიდე გავსო ბენზინი ბაკი ცალკე გავსო და მოვარდა გახარებული შენა ღმერთო ეს არის ამისაც საჩუქარიო ჩემთვის არავის არ გაუკეთებიო ჩემთან ყოველდღე კეიფიაო და მეორე დღესაც იგივე განმეორდა მესამე დღესაც იგივე განმეორდაო და ვერცეც უარს ვერ ვეუბნები და ბოლო ჩამოგრა ზარმაო რომ ადგივდა მეუღლეს მუცელი და მართლა მიმყავს სამშობიაროში ერთი თვის მერე მივაღენე კალონკაზე ახლა ნაგლად უკვე დასპეცებული ვარო ზარდით მივაღენებ მანქანასო 2000 მანქანა დგას რიგშიო და მე მივაღენებო მიმსა შევედიო და რო ავწიეო ბაგაჟნიკი 2 ბალონი წამოვაყოლე ახლა ამასო და მე ვიმარჯვეო ისო ბენზინის პისტოლეტიო თუ რა ქვია მაგას ვიღაცა კაცი მოდისო და ერთი წუთიო არ ჩაასხა ბენზინიო მიყვირის იქიდან და კაცი მოდისო გამოწყობილიო კოსტუმი შარვა აი დელეცი რო სახეზე აწერია მაყუთიანი დელეცი აი კომუნისტების პერიოდის და ამისი არ იყოს ვალეტისგენ დივით გამოწყობილი კაცი და შარვალზე ქონდა ისეთი ნახაზიო ესე ძველი თარგმანი არის რო დააჯდეს ბუზი რო გადაიჭრიხა ხო ნაკაცია გაწკიპინებული გაუთავებულია და მოდი ახლა ძმაო და გამომდო პადრიშტე გამომდე ერთი წუთი გვერდზეო მეუნებაო გავღევი ახლა ვიხარო შენო რა ცხოვრები ცხოვრობო რა კაცი ხარო რა წარმოადგენო აი ჩაცმული ვარ კაი მანქანით ვარო და მეუთხარი ესა ვარ კაიო ძმაო ჯიგრულბონშიო ბენზინის დედავატირეო ამას თუ გინდა მთელ კალონკასო გაგატან სახში მეიდანე 5 ტონას გაგატან გაჭუკე ფული არ მინდა ფული კი არ მიჭის მაგრამ ეს ხალი ვისიაო ბიჭო რო დაათრევს მთელი თბილისი დაათრევს ვისი ეს ხალი გაბაგებია ეგ აი ჯანდაბასო ეს ხალი ვისია რა უნდა ეთქვა